მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ცხადია გვერდს ვერ აუვლით და არ აუვლით იმ დრაკონულ ცვლილებებს, რომელიც დღეს პირველი მოსმენით დაამტკიცეს, დამძიმდა კიდევ ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყანაში, მაგრამ დავიწყოთ იმ ანგარიშით, რომელსაც საზოგადოება ამდენხანს ელოდა, რა წარმოდგენა შეიძლება წინასწარ რამდენიმე დღით ადრე შეგვექმნას, იმის გათვალისწინებით დროს და რა გარემოებებში იმყოფებოდნენ მისიის წარმომადგენლები საქართველოში, რამდენად მწვავე იქნება ეს დოკუმენტი. პირველ რიგში მადლობა ამ ინფორმაციის მოპოვებისთვის და გასაჯაროებისთვის. ჩემთვისაც ეხა გახდა ცნობილი 18 თებერვალზე, იმედი მაქვს რომ ეს ესე იქნება და გამოქვეყნდება. წამების პრევენციის კომიტეტი ჩვენ მაყურებელს რა უთხრათ, ქვეყანაში ჩამოდის წინასწარ დაუგეგმავი ვიზიტით, ახორციელებს ვიზიტს, ამზადებს ანგარიშს, უგზავნის ხელისუფლებას და შემდგომ მათ აქვთ გარკვეული დრო თავიანთი კომენტარების წარმოსადგენად. მათ ეს დრო შეიძლება სრულად გამოიყენოს, შეიძლება ნაწილობრივ და შემდგომ ესე ვთქვათ მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული გამოქვეყნება თუ არა ეს ანგარიში. საქართველოს არიან ქვეყნები, რომელიც ავტომატურად აქვეყნებენ, საქართველოს ამ ქვეყანებს შორის არ არის სამწუხაროდ. ძალიან კარგია თუ ესე იქნება. მე რაც ვნახე, ევროპის საბჭო თავად გამოაქვეყნებს, ჩვენ ეს იუსტიციის სამინისტროშიც გადავამოწმეთ. ანუ ქართული მხარე ამას არ გამოაქვეყნებს თავის. ქართული მხარემ შეიძლება მაქსიმუმ გააჩეროს მისი გამოქვეყნება, რაც შეიძლება იყოს თქვან, რომ რაღაც მიზეზები აქვს ამის გამო. ძალიან კარგია თუ ესე არ იქნება. რაც ვნახე ჩარშან ნოემბერ-დეკემბერში და შემდგომ სხვადასხვა პერიოდში ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის წამება, ჩემი თვალით უყურებდი როგორ მოგდებდნენ ეს გავეშებული, შავებში ჩაცმული ადამიანები, კრიმინალები, როგორც ცდილობდნენ ადამიანების დაწევას, შემდგომ უმოწყალოდ ცემას, საწამებელ მანქანებში გადაყვანას, შემდგომ მათ იქ ცემას, ის ფაქტები, რომელიც თქვენ აღწერეთ, რომელიც სამწუხაროდ მრავლად იყო. არაერთმა ექსპერტმა დაადოკუმენტირა ეს საკითხი, სახელმწიფოდ შეაფასა ეს ყველაფერი როგორც წამება და არა როგორც რაღაცა არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა და მე დარწმუნებული ვარ რომ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, რომელიც ორ ეტაპად შეესწრო ამ ყველაფერს, საკმაოდ დეტალურად და სიღრმისეულად აღწერს ამ ყველაფერს, მათ აქვს საკმარისი ცოდნა და ექსპერტიზა და დარწმუნებული ვარ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ანგარიში. კრიტიკული ანგარიში იმიტომ რომ ზოგადად მათ რეგულარული ვიზიტი ჰქონდათ და შეაფასეს ზოგადად რა მდგომარეობაა ქვეყნის ციხეებში, რომელიც წინა ანგარიშებში საგანგაშოდ აქვს შეფასებული და რომ ძალიან ნეგატიური შეფასებები ჰქონდათ და სიტუაცია მათ შორის ციხეში სამწუხაროდ არ გაუმჯობესებულა, პირიქით გვაქვს რეგრესი სხვადასხვა მიმართულებით, ანალოგიური არის რა თქმა უნდა საპოლიციო მიმართულებით და დარწმუნებული ვარ ეს იქნება საკმაოდ კრიტიკული ანგარიში, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ყველაფერი და თქვენ სწორად აღნიშნეთ, ეს ყველაფერი მოქალაქეებს გამოადგებათ როგორც საერთაშორისო სამართალმოებაში, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმებისთვის იქნება ეს ძალიან. ხო, აი ამის დაზუსტება მინდოდა, რა ძალა შეიძლება ჰქონდეს ამ ანგარიშს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქართულ ოცნებას ეს უნდა თუ არ უნდა და ამასაც შევეხებით რამდენად არ უნდა ჩამოვა ქვეყანაში ეუთოს მისია, რომელიც ფაქტებს შეისწავლის, ეს არის მოსკოვის მექანიზმი, შეიძლება თუ არა რომ დაეყრდნონ ამასაც და თავის მხრივ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება რა საძლევს იმ ჯგუფებს საქართველოში, რომლებიც არ ნახული მართლა ძალადობის მსხვერპლი. ქართული ოცნების რეჟიმი ცდილობს რომ რაღაცნაირად დააკნინოს, თითქოს რაღაცა ფასი დაუკარგოს, ყავლი დაუკარგოს ეუთოს ამ საგამოძიებო მექანიზმს, მაგრამ პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის რაღაცა რიგითი, რაღაცა ფაქტები. ესეთი მექანიზმი არის ეუთოს, რაც აქვთ თავისი მექანიზმები, ამაზე კაცრი მექანიზმი მათ არ აქვთ. ამას მიმართავდნენ ისინი, აი ბელორუსიაში ხო გახსოვთ ის საშინელებები რო ხდებოდა პოსტსაარჩევნო პერიოდში. მოსკოვის მექანიზმი გააქტიურდა. რუსეთთან მიმართებით ჩეჩნეთის ომის დროს მოსკოვის მექანიზმი გააქტიურდა. უკრაინის ომთან დაკავშირებით ბავშვების მოტაცება სხვადასხვა ომის დანაშაულებით მოსკოვის მექანიზმი გააქტიურდა. ანუ უიშვიათესად იყენებს ეუთოს ამას თვითონ, იცის რომ ეს არის რაღაცა ისეთი ყოველდღიური გამოყენებადი მექანიზმი არ არის. ერთგვარი დიაგნოზია. და თვითონ ეს როცა ქვეყნის მიმართ გამოიყენება, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ძალიან ცუდ რეგისტრში, ძალიან ცუდ კლასში ხარ მოხვედრილი უკვე და ასე ვთქვათ, ძალიან რეპუტაციულად, ძალიან დამანგრეულ მდგომარეობაშია ეს დამანგრეველია ეს ქვეყნისთვის. ბუნებრივია საქართველოში არ არსებობს ადამიანის ძირითადი უფლება, რომელიც არ იყოს
აი როგორ თქვა თავისი არსით შელახული. ჩვენ ხედავთ, რომ წამების აკრძალვიდან დაწყებული აგერ კანონის უკუძალით აკრძალვას აპირებენ, ხედავთ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, ხედავთ სამართლიანი სასამართლოს არარსებობას, რა უფლებას ვერ მეტყვით, რომელიც ძალიან დიდად დარღვეული არ არის. ამიტომ ეს მექანიზმი, EUTHOS საგამოძიებო მექანიზმი დარწმუნებული ვარ დეტალურად შეისწავლის ამ საკითხს. დღეს გქონდათ გარკვეული მცდელობა ქართული ოცნების რეჟიმის წარმომადგენლებს თითქოს შვედეთს დაცინოდნენ და ამბობდნენ რომ შვედეთი ერთ-ერთია იმ 24 ქვეყანაში ვინც მოითხოვს და ეთანხმება ამოქმედდეს ეს მექანიზმი და ერთ-ერთმა ეგრეთ წოდებულმა დეპუტატმა ბოდიშვიხტი მაყურებელთან მიჭირს მათი გვარების დამახსოვრება შვედეთს აქეთ მიუთითა შეშფოთება გამოთქვა იქ ეკონომიკა კრიმინალი მოკლედ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ყოფილა თურმე შვედეთი და კაი ვინც უნდა ჩამოვიდეს შეგვამოწმოს თუ ეგ ადამიანი გადაწყვეტს რომ შვედეთს შესეცუდ მდგომარეობა, მან შეიძლება შემოიკრიბოს სხვა, ასე ვთქვათ, თანამოზიარე ქვეყნები და მათაც გააქტიურონ მოსკოვის მექანიზმი შვედეთთან მიმართებით, თუ ესეთი პრობლემა არის, ასე რომ რა თქმა უნდა ალბათ დაიწყებენ ამაზე მუშაობას. ეს ნაწილობრივ ხუმრობით რა თქმა უნდა, მაგრამ რაც შეეხება რეალობას, თვითონ ეს ფაქტი რომ გააქტიურდა, ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს მოსაზრება, რომ რაღაცას ანგარიში იქნება და მე რა, არა. ეს იქნება რეალურად ისეთი მაღალი კალიბრის დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობით რომელსაც არსებული პროცედურების და გამოცდილების გათვალისწინებით რეკომენდაციებიც ახლავს, რომელიც საკმაოდ დეტალურად და სხვადასხვა მიმართულებით ბევრი მსჯელობის შემდგომ მიიღება და ეს იმ ქვეყნებისთვის განსაკუთრებით, რომელიც ამ მექანიზმს ააქტიურებს, მათთვის ხდება გარკვეულწილად სამოქმედო დოკუმენტი იმ ქვეყანასთან მიმართებით, ვისთანაც გამოყენებული იქნა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტირების, ამ შეფასებების შემდგომ, ბუნებრივია სხვა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებაც დადგება დღის წესრიგში და ეს არ იქნება რაღაცა რიგითი დოკუმენტი, რაღაც შეფასება, ანგარიში, რომელიც რაღაც თითქოს რაღაცა რეკომენდაციების წყება შეიცავს და ამით დასრულდება ყველაფერი. და ისიც ვთქვათ, რომ ამას დიდი დრო არ ჭირდება, სავარაუდოდ აპრილისთვის შესაძლოა ეს დასკვნა უკვე მზადაც იყოს. ფიქსირებული ვადები აქვს სამ კვირაში დაახლოებით 3 კვირის პერიოდში მზადდება, მაგრამ ამას მე ერთვის გარკვეული პროცედურები, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოების მხრიდან, ვინც ინიციირება მოახდინა მის გაცნობას, შემდგომ ეს ეგზავნება საქართველოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს ამ შემთხვევაში, მათაც გარკვეული ვადა და შესაძლებლობა ეძლებათ გარკვეული მოსაზრების წარმოდგენის, ეს იმ შემთხვევაში თუ კი ისინი არ ითანამშრომლებენ, პირველადი სიგნალები რაც არის ალბათ მე მგონი არც აპირებენ არანაირ თანამშრომლობას, პირიქით დაცინიან და აბუჩად იგდებენ ამ მექანიზმს და თუ დასამალია არ აქვს, რა თქმა უნდა. და რუსულს უძახიან სხვათა შორის აი ამით რაღაცა დაკნინების საკითხი ახსენეთ თქვენ და ხაზგასმით რუსულს რაც არაფერზე სხვაზე არ მიუთითებს, თუ არა მათ არ ცოდნაზე საკითხისადმი. თუ დასამალია არ აქვს მათ არაფერი, უნდა ითანამშრომლონ, უნდა ჩაერთონ ამ პროცესში, უნდა დაანიშნონ ექსპერტი და რა თქმა უნდა ენდრონ ამ პროცესს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ვიცი რა ადამიანის უფლებები და ხედავ რა მათი რეალობა მხოლოდ პროპაგანდაზეა დაფუძნებული, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ისინი გაიქცევიან ამ პასუხისმგებლობას და ეცდებიან ისევ და ისევ პროპაგანდის ნიაღვარი გამოიყენონ ამ მექანიზმის და ამ პროცესის მიმართ. არ ვიცი რამდენად შემთხვევითობა, მე მჯერა რომ ამ პროცესს შემთხვევითობა არ ახლავს თან, სწორედ იმ დროს, როდესაც ამ მისიაზე გააქტიურდა ლაპარაკი და ალბათ ექსპერტები რომ ჩამოვლენ ადგილზე უკვე დახვდებათ მესამე მოსმენითვე მიღებული გამკაცრებული კანონმდებლობა, რომელიც აი ძალიან მძიმე შეფასებები მოვისმინეს კლავს დემოკრატიას საქართველოში, საუბარი არის ეგრეთ წოდებული გრანტების შესახებ კანონზე, რომელიც პირველი მოსმენით დღეს ქართულმა ოცნებამ უკვე მიიღო. ძალიან ბევრი შეზღუდავი ნორმა, რომელიც ხელფეხს უკრავდა თავისუფალ საზოგადოებას ქვეყანაში უკვე მიღებულია ქართულ ოცნებას, უკვე ძალაშია, ამოქმედებულია, პროტესტი არ ჩერდება, საზოგადოება აგრძელებს თავისუფლად აზრის გამოთქმასაც. რამ განაპირობა ეს ახალი შემზღუდავი კიდევ უფრო მძიმე ნორმების შემოღება? არის თუ არა ეს პირდაპირ კავშირში იმასთან, რომ პროტესტი არ გაჩერდა თუ რაიმე სხვა ამოცანა შეიძლება კიდე ქონდეს ხელისუფლებას? ეგრეთ წოდებული. კი, ქართული ოცნების რეჟიმის მთავარი ამოცანა არის ამ შემთხვევაში, რომ მათ მაქსიმალურად წინააღმდეგობა დაძლიონ, მიიღონ სხვადასხვა რუსული ტიპის კანონი და ამ შემთხვევაში გააჩუმო ყველა. თქვენი ტელევიზიის მაგალითზე, მედიის მაგალითზე რო გითხრათ, რამდენი რეგულაცია არსებობს შემზღუდავი, რომელიც პირდაპირ მიემართება იმ ტელევიზიებს, იმ მედიებს, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილები, თორე არანაირ დარღვევას არასდროს არ ადგენს მარეგულირებელი კომისია სახელისუფლებო ტელევიზიების მიმართ და ყოველთვის არის ესე ვთქვათ ასე შემდეგ. ამიტომ იმის თქმა მინდა, რომ ვინც მათთვის არის მიუღებელი, ვინც სიმართლეს საუბრობს, ვინც
ვინც იმ პრობლემებს ააშკარავებს, რომლის აღიარებაც ახლა თვითონ მეუწევთ და თავიანთი პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და სხვადასხვა მინისტრები ციხეში ყავთ გამოკეტილი კორუფციის მასშტაბურობიდან და ვინც ამ ყველაფერ პრობლემებზე საუბრობს, იმ ადამიანების გაჩუმება უნდა, იმიტომ რომ როცა ესეთი პრობლემები გაქვს ქვეყანაში, ყველაზე მარტივია რომ ის ვინც ამ პრობლემებს ავლენს, ისინი გააჩუმო, რომ უფრო მშვიდად და კარგად იყო და ესე ვთქვათ სიამტკბილობაში განაგრძო არსებობა. მათ მიიღეს არაერთი რუსული კანონი, რომლითაც ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციის არსებობა ტექნიკურ დონეზე მათ ეს მოკლეს, გააუქმეს, დაარქვეს ჯერ უცხოური ძალის გავლენის აგენტი, მერე სხვა ტიპის აგენტი, მერე შეზღუდეს მთლიანად ფინანსების შემოდინება, მიიღეს სხვადასხვა რეგულაციები, რაჟდენ კუპრაშვილს აღასრულებინეს ეს ყველაფერი, რაც თვითონ ამ რუსულ კანონებში არ დაუწერიათ, რაჟდენმა მას დამატებითი რუსული შინაარსი შეძინა, მოკლედ ყველაფერი უბედურება გააკეთეს. ეხლა მათი მიზანი არის, რომ უკვე მოქალაქეებს გადაწყვეტენ ამ ეგრეთ წოდებული კანონპროექტის მიზანი არის, რომ რეალურად მოქალაქეებზე გავიდეს, ადამიანებზე, რომელიც შეიძლება რაღაც ორგანიზაციის წევრი არ არის, მაგრამ მაგალითად დედა, მამა, და-ძმა, ახლობელი უგზავნის უცხოეთიდან თანხას, რომელსაც აქვს შემოსავალი. გიორგი, ბოდიში აქვე გაწყვეტინებ, მაგრამ სრულად მინდა რომ აი აქ კითხვის ნიშანი აღარ დარჩეს. საზოგადოების ნაწილს აქამდეც ეგონა, რომ მას არ შეეხებოდნენ, რომ ეს უსამართლობა მასთან არ მივიდოდა. ბევრი მაგალითი ვნახეთ, მაგალითად რაჟდენ კუპრაშვილიც რომ ახსენეთ, ეს ადამიანი მოხსნეს, საერთოდ სამსახური გაუქმეს. იგივე შეიძლება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურებზეც ითქვას, სადაც ცოტა ხნის წინ მისიებს ხვდებოდნენ და აღარ არსებობენ ეს ადამიანები, უბრალოდ სახელები და გვარები შემორჩა ისტორიას და ძალიან ცუდად თან. რა უნდა იცოდნენ ადამიანებმა, ვისაც დღესაც გონია, რომ შეიძლება ის რაც ხდება რუსთაველს პარლამენტის შენობაში თუ მის გარეთ მას არ შეეხება. სამწუხაროდ კანონებმა რაღაცა თავისი შინაარსი დაკარგეს, ქვეყანაში სასამართლო არ გვყავს და აი რაჟდენის მაგალითი რო წარმოიდგინოთ, ის ისე ჭრიდა, კერავდა, ბერავდა კანონის შინაარსებს, რომ რა თქმა უნდა ყველაფერს გადაწყვეტებოდა, რაც არ ეწერა კანონში, იმას კითხულობდა, ისე განმარტავდა ასე შემდეგ, მაგრამ ეს შემოთავაზებული ცვლილებები, რასაც თვითონ გთავაზობენ, ეს იმდენად ფართოა, რომ იქ შეიძლება რაჟდენისნაირი, ესე ვთქვათ, მოწინავე და ესე ვთქვათ პარტიისადმი ერთგული ადამიანის მხარდაჭერა საჭირო აღარც გახდეს, რომ იმდენად ფართო რეგულაციებია ჩადებული, ეს ისეთი ნორმებია სასამართლო რომც კონდეს, იქაც კი ყველა შეიძლება მიუსადაგო. ჩემმა არაერთმა კოლეგამ ისაუბრა ამის შესახებ. თუ უცხოეთიდან ახლობელმა გამოგიგზავნათ ფული და მერე Facebook-ზე დაწერეთ პოსტი, რაღაცა კრიტიკული გააჟღერეთ, შეიძლება ამის გამო თქვენ დაგეკისროთ პასუხისმგებლობა. იმდენად ფართოდებულებაა ეს თეორიული კაზუსი, რომელიც მე მოვყევი, რეალურად შესაძლებელია რომ განხორციელდეს. ამას დაუმატეთ ის, რომ სასამართლო არ არსებობს ამ ქვეყანაში და უფრო უტოპიური და სხვადასხვა რეგულაციები შესაძლებელია რომ პასუხისმგებლობის ქვეშ მოექცეს. ამიტომ არის რომ ეს არის უსაშიშესი კანონპროექტი, რომლის მიღებაც ხდება იმგვარად, რომ მოქალაქეებში შიში გააჩინოს, დაუწესოს დამატებითი ბარიერები და შეზღუდვები, ყავდეს მუქარის ქვეშ. სხვათა შორის ვენეციის კომისიამ რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ ის გრანტების კანონი, რომელიც დღეს გვაქვს და რაშიც ახლა ცვლილებები შედის, თვითონ ის არის კატასტროფა, გასაუქმებელი და არ შეიძლება დემოკრატიულ ქვეყანას, ევროსაბჭოს წევრ ქვეყანას ესეთი რამ კონდეს. ვენეციის კომისია ხო ამბობს, რომ ხანდახან ნორმაა გამოსასწორებელი, ამაზე პირდაპირ თქვა, რომ ეგ გასაუქმებელი არისო. არ შეიძლება ეს არსებობდესო და ეხლა წარმოიდგინეთ ეს საზიზღარი ბოროტი რეპრესიული მექანიზმი მძიმდება კიდე კატასტროფულად და რომელიც ყველა მოქალაქემდე შეიძლება მივიდეს, რომელსაც ისეთი საცეცები ექნება. თქვენ მოითხოვეთ კიდეც, რომ მიმართოს სახალხო დამცველმა ეგრეთ წოდებული ინსპექტირებისთვის, ხო, შემოწმება. ეუთოოდირის მექანიზმი არსებობს, რომელიც იძლევა საშუალებას კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის, სამართლებრივი დასკვნების მომზადების. თქვენი ეთერით სხვა შორის ერთხელ მე მას მოუწოდე შეკრება მანიფესტაციების კანონის გადაგზავნა და მადლობა მას რომ გაითვალისწინა ეს და გააგზავნა. ისე ჩვენ ეთერში მოხდა ეს. კი, და ნამდვილად მახსოვს იმართა საკონსტიტუციო სასამართლო. ეუთოოდირს საკონსტიტუციო სასამართლო იმდენად არსებობისულია. საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართა, ნახოთ როგორ დასრულდება ეს ამბავი, მაგრამ პასუხად მე საკონსტიტუციო სასამართლოს იდეა ძალიან მიყვარს. ერთ-ერთი ყველაზე ბევრი სარჩელი მაქვს სასამართლოში გაგზავნილი, მაგრამ მანდ ისეთი მდგომარეობა, აი სრულიად ხელჩექმნი არა, საერთოდ 8 მოსამართლეა, ამ 8-დან 2-ია ნამდვილი მოსამართლე და
დანარჩენი მოსამართლის როლს ასრულებს უბრალოდ და თეთრზე შავ სიტყვის, შავზე თეთრს, თავიანთ წარსულს ამ შემთხვევაში უარყოფენ და მათგან 6-დან 5 საერთოდ დასანქცირებულია სხვადასხვა ქვეყნის მიერ ეს დიაგნოზი. ამიტომ ეუთოოდირის დასკვნა იმიტომ გვჭირდება ჩვენ ამაში, რომ ეს დაგვეხმარება იმაში, რომ ამ რეპრესიულ მექანიზმს რომ მოქმედებენ ინდივიდების მიმართ, ამ ინდივიდებს დაცვის საშუალება ჰქონდეთ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით და ეს გახდეს საშუალება იმის, რომ ამ შემთხვევაში ადამიანებმა იდაონ გარდა ამისა ეგრეთ წოდებული ტროტუარების კანონიც, რომელიც ასევე ეუთოოდირს არ შეუფასებია სახელდამცველს, აქ ეს კარგი შესაძლებლობა რომ გამოიყენოს ახლა ეს შანსი. ცალკე ეს ეგრეთ წოდებული ტროტუარების ავტორიტარული კანონი, ცალკე ეს კანონ პროექტი ეგრეთ წოდებული, რომელიც შეეხება გრანტების კანონს, მისი გაგზავნა არის უმნიშვნელოვანესი და ამით ის შეძლებს, რომ უამრავ ადამიანს დაეხმაროს. დღესაც დააკავეს ადამიანი ტროტუარზე დგომის გამო. კი, სამწუხაროდ 2 ადამიანს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, ერთი სამართალდამრღვევად ცნეს და გაფრთხილება. სხვა ადამიანებს ატერორებენ იმით, რომ მათ საქმეებს გზავნიან უკან შსში, იმისთვის რომ სისხლის სამართლებრივი დევნა იქნას დაწყებული და ეს ტროტუარზე დგომის ფაქტი დამოკლეს מחვილივით აქვთ ადამიანებს და კიდევ. აი ამ ტერორსაც კი ხომ შეიძლება ჰქონდეს ლიმიტი, აი რა რესურსი რჩება ივანიშვილს ქართულ ოცნებას ერთის მხრივ იზოლაციაში არიან, მეორეს მხრივ იციან რომ გარდაუვლად ძალიან მძიმე შეფასებები გზაშია, რა შეიძლება მუხრუჭი გახდეს მათთვის? არ ვიცი, ვერ გეტყვით, მე მჯერა იმის რომ საქართველოს მოქალაქეებმა დემოკრატია ჩვენ თუნდა დავიცვათ, ჩვენ შეგვიძლია ეს ჩვენ თვითონვე გავაკეთოთ. ამაში რა თქმა უნდა ძალიან დიდი როლი და მნიშვნელობა აქვს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს იმ მექანიზმებს, რომლის წევრიც საქართველო არის და იმედი მაქვს, რომ ამ საერთაშორისო წესრიგის გათვალისწინებით, ამ რეალობის გათვალისწინებით, ასევე გვექნება სათანადო მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორებისგან იმ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, რომელიც საქართველოსთან მიმართებით არსებობს და რომელიც საბოლოო ჯამში გახდება ერთ დღესაც გარკვეულწილად დამზღვევი ფაქტორი იმის, რომ ავტორიტარული მმართველობა შეწყდეს და ქართული ხალხისთვისაც ეს იქნება გარკვეულწილად საშუალება იმის, რომ წინააღმდეგეს ამ ტიპის ესე ვთქვათ ბოროტებებს რაც ხდება. ავტორიტარიზმი ისეთი რამ არის, თან ჩვენ ეს ისტორიაში გვისწავლია და ახლობით 1 საუკუნის წინ ხდებოდა საქართველოში იგივე რაც ახლა ხდება, უბრალოდ მაშინ უფრო საშინელი ფორმებით, დღეს უფრო შედარებით უფრო დავარცხნილად, ადრე ხალხის მტერს ეძახდნენ, ეხლა უცხოეთის აგენტებს. რაც ყველაფერი ამ შემთხვევაში 1 საუკუნის წინ იყო, იგივე მეთოდების გამოყენება ხდება ამ შემთხვევაში, იმისთვის რომ გაჩუმდნენ ადამიანები. დღეს საერთოდ ერთ-ერთ კაცს გვარი არ მახსოვს გაუჟღერებია პარლამენტის შენობაში ესეთი რამ, რომ ვინც არალეგიტიმურად ჩაგვთვლის, ვინც არ აღიარებს და მოუწოდებს ხებს, რომ არ მოხდეს ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლების არ აღიარება მოხდეს, ამისთვისო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დავუწესო. გვარი მახსოვს, იმიტომ რომ ერთხელ არასასურველი კითხვების გამო და სწორედ იმის გამო, რომ ჟურნალისტისგან აღიარებას ითხოვდა, აკრედიტაცია შემიჩერა, დამასმინა, საჩივარი გამომიწერა, ეს არის გორდულაძე. მოკლედ გორდულაძე გამოვიდა დღეს ინიციატივით, რომ თურმე ვინც არ აღიარებს ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას და ამიტომ თუ მოვიწყდება ეგრეთ წოდებულს ბოლოში ვაყოლებ ხოლმე რომ იცოდნენ ვინ არ აღიარებს კარგად შეიძლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ. აი იკვეთება თუ არა მართლაც აი სასოწარკვეთილი მცდელობა რომ მოიპოვონ რაიმე ფორმით ლეგიტიმაცია. კი, ეს ყველაფერი ამის გამოძახილია ჩემი აზრით, როცა ლეგიტიმაცია გიჭირს, მაშინ აკეთებ რამეს, როცა ლეგიტიმაციის პრობლემა არ გაქვს, სხვა ადამიანი რას დაგიძახებს, როგორ ჩათვლის ასე შემდეგ ეს შენთვის მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ ძალით და מחვილით ცდილობენ ესე ვთქვათ თავიანთი მმართველობა ესე ვთქვათ ამ კუთხით განიმტკიცონ არჩევნების გაყალბებიდან მოყოლებული, რომ მივყვეთ რეტროსპექტულად, ისევე როგორც ნოემბერ-დეკემბერში 24 წლის გამოყენებული უპრეცედენტო ძალადობა არის სწორედ ის, რომ მათ უწევთ ძალით შეინარჩუნონ თავიანთი ბატონობა და ეს არ არის არც დემოკრატიული მმართველობა და ესე დემოკრატიები არც ერთ შემთხვევაში არ იქცევიან. თვითონ მარტივი მაგალითი რო გითხრათ, ნოემბერ-დეკემბერში, ისევე როგორც იმავე წლის მარტ-აპრილში, მათ მოგვიქციეს ნიღბებში ნომრების გარეშე პოლიციის ფორმაში ჩაცმული ასეულობით, ესე ვთქვათ, კუნთიანი ადამიანი, რომლებიც გვცემდნენ და გვაწამებდნენ. დემოკრატიულ სახელმწიფოში ამას ესე არ აკეთებენ, იმიტომ რომ უნდა გქონდეს შესაბამისი ნომერი, უნდა გქონდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაწესება უნდა იყოს შესაძლებელი, როცა ესე ძალას იყენებ. მაგრამ როცა ხარ ავტოკრატია
დემოკრატი, როცა შენ არ გაინტერესებს ხალხის აზრი და როცა პოლიციას აძლევ ისეთ დავალებას, რომელიც მან უნდა შეასრულოს ყველაფრის ფასად, სწორედ მაშინ იქცევი ესე. ასე რომ ეს ავტორიტარული ქმედებებიც კარგი დასტურია იმ ზოგადი არადემოკრატიულობის, რაც ბიძინა ივანიშვილს და მის ასე ვთქვათ სხვადასხვა პოლიტიკოს ახასიათებს. და საუბრის დასასრულს მაინც მინდა დავაზუსტო ასეთი რამ, ამ ახალი კიდევ უფრო გამკაცრებული კანონმდებლობით დამატებითი ფუნქციები და საქმე ექნება აუდიტის სამსახურის უფროსს. მე ასე ვხვდები ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს. და გავახსენოთ მაყურებელს ეს პერსონაჟიც ვინ არის, ყოფილი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, სწორედ წამების დროს და დარბევის წამების გამოუძიებლობის დროს დასანქცირებული და ადამიანი, რომელიც აგზავნიდა პროკურორებს სასამართლოში, ნაწამები ადამიანები, რომ სამართალ დამრღვევებად გამოეცხადებინათ. აი ეს რა ფენომენია, ამაზეც მინდა გკითხოთ და თუ გადადის რაიმე დამატებითი ბერკეტი კიდევ აი ასეთი პერსონაჟის ხელში. აქ ყველაზე ცუდი ის არის, რომ აუდიტის სამსახური, რომელსაც წლების განმავლობაში საქართველოში ჩამოყალიბებული ქონდა სახალხო დამცველის აპარატის მსგავსად კარგი რეპუტაცია, მისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ უწევს ახლა ესეთი რეპრესიული მექანიზმების გამოყენება. დაახლოებით 2011-12 წლებში, რასაც აუდიტის სამსახური აკეთებდა, დავალებული ქონდა რაღაც სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმები. ახლა გაასმაგებული ფუნქცია დაემატება ამ კუთხით, რომ მათ რეპრესიები განახორციელონ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხელისუფლებისთვის იქნება მიუღებელი, ამისთვის ექნებათ აღჭურვილი ის მთელი ძალაუფლება, რომელიც მანამდე რაჟდენს ჰქონდა, რომელიც რაჟდენი იყენებდა მას ისე როგორც ნამდვილ, ესე ვთქვათ, ჭეშმარიტ არადემოკრატიულ აქტორს შეეფერება და მოლოდინი, რა თქმა უნდა, ნამდვილად არ არის პოზიტიური ამ კუთხით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ისევ და ისევ სამართლებრივი ბრძოლით ჩვენ შევძლებთ ის ყველა უკანონო ქმედება, რომელიც რაჟდენმა ჩაიდინა, ისევე როგორც მისმა სხვადასხვა კოლეგამ, მე იმედი მაქვს, რომ იქნება საბოლოო ჯამში სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმით, მათ შორის ევროსასამართლოს სამართალმოებით აღკვეთილი და ამ კუთხით იმეც ვიტოვებ, რომ ბევრი ინდივიდი მოქალაქე გამოიყენებს ამ მეთოდებს და საშუალებებს. დიდი მადლობა გიორგი ბურჯანაძე, ძალიან საინტერესო ანალიზს ვისმენთ მისგან.